ეს თავისუფლება დაედო საფუძვლად კავკასიურ იოგას, რომ თუ კი ადამიანს შეუძლია გათვითცნობიერება, ეს ხდება გასაღები მისი თვითშემეცნების. აი რატო აქვს სუნთქვა სამხელავ მნიშვნელობა? მაშინ ასეთი შეკითხვა იბადება. კარგი კითხვა არის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი რა გაგებით. სუნთქვის ვიბრაციების თან არის დაკავშირებული ჩვენი ნერვული სისტემის ევოლუცია. თუ კი შევადარებთ სხვა ძუძუმწოვრებს და ჩვენ ადამიანს შევხედავთ, რომ სუნთქვის აპარატთან და მისი ევოლუციასთან ერთად ძუძუმწოვრებში და ბიოლოგიურ არსებებში იცვლება ნერვული სისტემაც. ამფიბიებიდან დაწყებული ძუძუმწოვრებამდე და ყველაზე რთული სუნთქვითი აპარატი და ასე ვთქვათ მრავალფუნქციონერი და მრავალდატვირთვით ეს აქვს ადამიანს. ეს კავშირი აღმოაჩინეს მაშინდელმა ალბათ ხელდასმულებმა და სუნთქვა გამოიყენეს თავის ტვინის განვითარების დასაჩქარებლად. და ინდივიდუალური სუნთქვა შემოგვთავაზეს რატომ? თუ გაუთვითცნობიერებულ მდგომარეობაში მე ვიღებ შთაბეჭდილებას და ეს შთაბეჭდილება ჩემთან გაუთვითცნობიერებლად შემოდის, მე მაშინ გათვითცნობიერებით შემიძლია ამ შთაბეჭდილებებისაგან მიღებული დესტრუქციული კვალი წავშალო.